ახალციხეში ივერიელის ქუჩაზე ქალაქის მერმა მინი სტადიონი გახსნა. მისი რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50,000 ლარამდე გამოიყო. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ მშენებელი 2004-მა გაიმარჯვა. სამუშაოები დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქალაქის მერის გია კოპაძის თქმით, მინი სტადიონებისა და სკვერების მშენებლობა ქალაქის სხვა უბნებშიც იგეგმება. აქ როგორც მახსოვს იყო ძალიან ცუდი პირობები, ნაგავი, გასუფთავდა გაკეთდა და დღეს უკვე შესაძლებლობა ექნება რომ სპორტით იყვნენ დაკავებულები. ვფიქრობთ რომ კიდევ აქეთ ბავშვთა ატრაქციონი გაკეთეს საბავშვო ბაღისთვის და ასევე კიდევ რაღაც ტანვარჯიშისთვის სპეციალური დანადგარები დაიდგას, რომელიც გამოიყენებენ და მოთხოვნა აქვთ ამის. მანამდე იყო ამ ადგილას ბეტონის საფარი, მაგრამ მოგეხსენებათ რომ ძნელია ბეტონის საფარზე თამაში, ხელოვნური სტადიონი გვინდოდა და რაც აგვისროლდა ესე ვთქვათ, ეს ოცნება, მგონი მარტო ჩვენ უბანს აკალდა ესეთი სტადიონი და გამგეობამ გაგვიკეთა ეს, რაც თელ ახალგაზრდობას გაგვიხარდა და უფრო აქტიური გახდება ალბათ ჩვენ უბანშიც ეს ყველაფერი.